აბა სათხართ ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო, ჩემო მშვენიერებო, the ladies and gentlemen. გავშალოთ კარტები. სანამ ეხა თემაზე გადავალ, სამკუთხედზე ვშლი, ვისაც არ გინდათ ჩემი ქადაგება სწავლების მოსმენა, შეგიძლიათ გადაახვიოთ კარტს, რო ხელში ავიღებ და დაიწყოთ ყურება. აი, ეს არის მამაკაცი, ეს არის გადაწყვეტილების მიღება და ეს არის სამკუთხედი. არ ვიცი ჩანს თუ არა, მინდა გაჩვენოთ აი ეს. აი, მამაკაცი, გადაწყვეტილება, სამკუთხედი. ანუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი, მამაკაცი, სამკუთხედია, ხო? და თუ მიიღებს, აი ესეთი იქნება სათაური. მაგრამ სანამ გადავალ გაშლაზე, კეთილინებით და მისმინეთ, იმიტომ რომ ეს ჩემი გინდა შთაგონება დაარქვით, გინდა ლექცია დაარქვით, გინდა სემინარი დაარქვით, გინდა ქადაგება დაარქვით, აუცილებელია მე რასაც ვაკეთებ, მე ვემსახურები სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს და სამართლიანობის აღდგენას, სამყაროს კანონზომიერების მიხედვით, ყველა კანონს ვიცავ და ვემსახურები ნათელ ძალას, რომ ჩვენს ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა, დაამყარდეს მშვიდობა, კაცთა შორის საცნოება, ღვთის დიდება, ღვთის სიყვარული და ადამიანებმა ჰარმონიულად, აი ესე ხო, მეგობრულად, სიკეთით, ერთმანეთისადმი მოყვასის სიყვარულით, დახმარებით, აი ესე. ერთად გავიაროთ აი ეს მძიმე პერიოდი, რომელიც გველოდება ამ წლების განმავლობაში, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ჩვენ აქამდე რაც მოგვიყვანა, საქართველო, რომ არსებობს, ეს არის ჩვენი ეროვნულობის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი აი იმ ყველა მართლმადიდებლობა, სარწმუნოება, ის ჩვენი ღირებულებები, ზუსტად იმის დაცვით, რომ მოვდივართ, ნახეთ, აქამდე და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჯოჯოხეთი, ბევრი განსაცდელი გადავიტანეთ, მაგრამ ღმერთს მაინც აქამდე მოგვიყვანა და ეხლა, როცა მსოფლიოში ყველაფერი უნდა დატრიალდეს და დატრიალდება, 4 წელი იქნება შემზადება იმისთვის, რომ აირჩიონ ერთ პიროვნული მმართველი მთელი მსოფლიოს ეგიდით, ამისთვის უნდა აუცილებლად ევროკავშირი დაშალონ, ამისთვის უნდა შეამცირონ მოსახლეობა, ამისთვის უნდა სამყაროც იწყებს გაწმენდვას და ის ბუნებრივი კატაკლიზმები, გინდა ხელოვნური დავარქვათ, გინდა მათ აქვთ ტექნოლოგიები, დიახ აქვთ, მაგრამ ბუნებრივად დედამიწა ციკლურად იცვლება, ნახეთ, კონტინენტები შეიცვლება, ბუნება შეიცვლება, გარემო შეიცვლება და ძალიან ბევრი რამე შეიცვლება ამ 4-5 წლის განმავლობაში. მაგრამ სანამ ეს მოხდება, გვაქვს კიდე 4-5 წელი, თქვენ ვინც ხართ ემიგრანტები, წასულები, ეხლა თადარიგი დაიჭირეთ და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ აქ რამე მიწა, რამე სახლი, ვისაც გაქვთ მოაწყვეთ, იმიტომ რომ წყალშიც არა მარტო ჰაერით უკვე დამტკიცდა, ხო? ჩვენ ადრე კონსპიროლოგიის თეორიებით და იცინოდნენ და ქილიკობდნენ ჩვენს ესე იგი თეორიებს თხზავთო, ხო? და ხომ აღმოჩნდა აგერ დასაბუთებული უკვე და ამოიღეს ფაილები, სადაც გლობალისტური სისტემა, სატანისტ, მასონისტ, ილუმინატორთა ორდენი და ასე შემდეგ და აღარ მინდა ხა ჩამოვთვალო ეს ყველაფერი, თურმე მთელი მსოფლიო როგორ აქვს დაპყრობილი და რომ ეს საინფორმაციო ომი მიმდინარეობს, მთელი მეინსტრიმ მედიები და თავიანთი ასე ვთქვათ ჟურნალისტ ტელევიზიებით
და არ ვიცი კიდე რა და რა, ყველა სისტემები შესყიდულ, მოსყიდულ, გადაკეთებულ, გადმოკეთებულ და ასე შემდეგ, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ჩვენთანაც საქართველოში რა თქმა უნდა აიტაცეს და ბევრი სულ გაყიდული ადამიანია, ვისაც უნდა გაქრობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რუქიდან ამოშლა, ამას ვერ ეღირსებით, ამას ნათელი ძალები არ დაუშვებენ და პოლიტოლოგი არა ვარ და საერთოდ არა პოლიტოლოგი ადამიანი ვარ, აპოლიტიკური ვარ, მაგრამ როცა საქმე ეხება ჩემს ქვეყანას, სადაც შრობილ ვარ, გავზრდილ ვარ და ჩემი ქვეყნის დაქცევას, იქ მე როგორც მოქალაქე და ჩემი დნმ, რომელიც ქართულია, ხმას ამოიღებს და სიმართლეს იტყვის და ესეთები როგორიც მე ბევრი ვარ და როცა აი კრიზისულ მდგომარეობაში ვარდება ჩვენი საქართველოს სიტუაცია, ჩვენი ქვეყნის სიტუაცია, ყველა ჩემნაირი მოაზროვნე და ბევრია აუცილებლად გამოფხიზლდება კი არა, ხმას ამოიღებს და იყвირებს და არ დაუშვებს საქართველოს დაქცევას. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება, ხო? ძალიან ცუდი ამბები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, საქართველოში ეს არ მოხდება და რაღაცნაირად ღმერთი გადაგვარჩენს, იმიტომ რომ პირველ რიგში, იმიტომ რომ ასე თუ ისეა მაინც უმრავლესობა დავდივართ ეკლესიებში და გვწამს ღმერთის, ხო? და ჩვენ ლოცვას ისმენს, მით უმეტეს ეხლა, ჩვენ თხოვნებს, ჩვენს არ ვიცი, გაჟღერებულ, ღმერთო დაიფარე, გადაარჩინე ჩვენი ქვეყანა და რა ვიცი. არ მოხდება ისე, რომ საქართველო მოხდეს ისევ იმ ქარ ცეცხლში და ის ჯოჯოხეთი ჩვენ უკვე გავიარეთ და არა ერთი და ასე აღარ მოხდება. ის, ვისაც მცდელობა აქვს, რომ ისევ ქაოსი მოახდინოს, ომი დაატრიალოს და საქართველო გააქროს, იმათზე საუბრობ, ესეთი რამე არ მოხდება, ხო? ეხლა გავაგრძელებ სამ კუთხეზე და ამ ადამიანზე, რომელიც ესე იგი გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ხო? და მიყურეთ თქვენ, ვინც ხართ აქ. თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა. არავინ არ გააძალებთ. ეს არის თავისუფალი ნება, სადაც ჩვენ ყველა ვართ თავისუფალი ადამიანები. ეს უბრალოდ დავდე სიგნიფიკატორად, იმიტომ რომ სამკუთხედი, ბევრია სამკუთხედში, რა გრძნობა, რა ფიქრი აქ ამ ადამიანს თქვენს მიმართ. ჯერ ეს ვკითხოთ, ჩაიფიქრეთ, ხო იმედია. ვინც სამკუთხედში ხართ, რა გრძნობა, რა ფიქრი. ძალიან კარგი, აქ ამოდის ციკლურობა, ამოდის სიტუაცია, სადაც ეს ადამიანი, რაღაც მომენტში იწყებდა თქვენთან ურთიერთობას, მერე რაღაც ჩნდებოდა. ეხლა ერთი პერიოდი ამოდის, ეს არის ერთი თვე. და შეიძლება თვის დასაწყისი აპრილი ხო მოდის აგერ. კარგი კარტი ამოდის, ძალიან გამარჯვება ამოდის. მე არ ვიცი ხა მისი ეს გადაწყვეტილება, ხო? მამაკაცების ფსიქოლოგია როგორია, უმრავლესობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ეშინიათ პრობლემების, ეშინიათ გადაწყვეტილების მიღების და საერთოდ პასუხისმგებლობის ფსიქოლოგიურად ხსნი ხა ეს ყველაზე არ არის, მაგრამ ეს ადამიანიც, ხო? ამდაგვარია. არ უყვართ რა, მამაკაცებს პრობლემები, რაღაცი გაუგებრობები, საქმის გარჩევები, მოკლედ სტაბილურობა უყვართ, გესმით და უკვე რომ რაღაცა საქმე ეხება არასტაბილურ სიტუაციას, ეს აშინებთ უმრავლესობას, თუმცა ამის აღიარება არ უნდათ და ეს ციკლურობა ამოდის კარტი, რომ როგორც იყო ისე დატრიალდება, მაგრამ ნახე უკეთესობისკენ, გამარჯვება ამოდის, გესმის? გამარჯვება, ვნახოთ ახლა. ბოლოს და ბოლოს რა გადაწყვეტილებას მიიღებს? გრძნობა აქვს. ვინც ამ კუთხეთშია? რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ადამიანი? ეს გაშლა არის ყველაზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ეხლა არის სხვა ენერგიები, ეხლა არის კოლექტიური საინფორმაციო წყარო, სივრცე, რომელიც მოდის სამყაროდან, როცა თქვენ ჩართავთ ამ ვიდეოს ან და გაინტერესებთ ეს სათაური,
ყველაზე რეზონირდება, რაღაცა მაინც ინფორმაცია იქნება სათქვენო. ეს ამბავი არის დაფარული, აქ ამოდის ქალი, შეიძლება ეს ვყართ თქვენ, ეს არის საჯარო გაშლა, შეიძლება ყველაზე არ იყოს, მაგრამ ინფორმაცია მოდის, რომ ამბავს გაიგებთ, მაგრამ ეს ადამიანი არის, ნახეთ, როგორ ამოტრიალებული, ამ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა რა, სხვებს შეწირული სტაგნაცია. ვიღაცა ქალი უშლის ხელს, რომ მოვიდეს თქვენთან და ამოდის high price-ის დამალული, დაფარული სიტუაცია. შეიძლება დაფარულად, დამალულად არის თქვენთან, იმიტომ რომ სამკუთხედზე ხო ვთქვი, რომ აგერ სამკუთხედზე ვშლი, მაგრამ შეიძლება იყოს აქ რაღაც კიდე სხვა. მაგალითად, მეორე ვარიანტი ეს ქალი აკეთებს რაღაც მაგიურ ჩარევას, რის გამოც ამ კაცს აი ესე ამოუტრიალდა ყველაფერი და არის ეხლა დასტაგნაციურ სიტუაციაში, დასტაგნაციურებული, ანუ როგორ თქვა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ცხერს შეწირული. ნახეთ, სამყაროს კანონის მიხედვით, ანუ შემთხვევითობა არ არსებობს, ეს ერთი. თუ რამე ხდება, ან დაიმსახურა ამ ადამიანმა, ან ხდება იმისთვის, რომ ის გაძლიერდეს. რაც არ კლავს, ის გვაძლიერებს, ხო? არის ესეთი ფრაზა გამონათქვამი. და თუ ესეთი ქალი გამოჩნდა, ხო, ვიღაც, ну ეხლა სიბოროტია, რა თქმა უნდა, როცა ვიღაცას სულს უსურვებ, მაგრამ ალბათ რაღაც დააშავა, ან ესეთი გაკვეთილი აქ, ანუ ბევრი ახსნა შეიძლება ამას, ეხლა მე არ ვიცი, საჯარო გაშლა, მაგრამ ის რომ გამოვა ამ სიტუაციიდან, ეს ჩანს უბრალოდ მე ვიძახი მთავარს, რამ გააჩერა ხელის შემშლელ ფაქტორს, რასაც მაჩვენებს მაგია, ჩარევა ქალისგან. Right? გასაგებია? ეხლა ვნახოთ მისი მოქმედება როგორი იქნება თქვენს, ანუ თქვენთან რა მიმართებაში. მოქმედება. კაცი, რომელიც არის ამ კუთხეში, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ორჭოფობს, ანუ აი ესეთ ადამიანზე მაქვს, თუმცა სტაბილურობა აქვს, ფული აქვს, ну რაღაც თავის შემოსავალი აქვს, აი როგორ მოქმედებას გააკეთებს. ნახეთ, აქ ამოვიდა ეხლა მეორე ქალი. სავარაუდოდ თქვენ, ანუ როგორი სიტუაცია, ხა ეს როგორი იშლება, ხო? ეს ქალი ხო ამოვიდა ვიღაც აქტიურად, რომელმაც რაღაც გააკეთა, ხო? ჩუმად, დაფარულად, ანუ თქვენ ენაზე რო აუხსნა, რო გაიგოთ. მაგრამ ნახეთ, მოქმედებაზე რო ვკითხე, ხო? ამოდის, რო კონტაქტზე გამოსვლა არის ერთ პერიოდში, რაც მოწმობს აქ პირველი კარტები, მაგრამ სწრაფად ამბის გაგება და ამოხვედით თქვენ როგორც იმპერატრიცა. ანუ შეიძლება ამ ადამიანს, ხა მე ხო არ ვიცი ვინ არის. თუ ყავს მეუღლე, სამკუთხედზე ვშლი, ხო? მოიაზრება, რომ თქვენ გიყურებთ, ანუ იმ ქალად, იმ პარტნიორად აღგიქვავთ, მაგრამ სინამდვილეში ნუ სხვა ყავს, ხო? მაგრამ გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, ანუ აი როგორღაც გაიგეთ ეხა, ხო? კარტი მელაპარაკება სიმბოლოებით, ხო? მეც უნდა აგიხსნათ თქვენ რომ გაგაგებინოთ. ამ შემთხვევაში მე რო ვშლი სამკუთხედზე. აქ ამოდის ქალი, რომელიც რაღაცას ჩალიჩობს, რომ ესე იგი ამ კაცს დაბრკოლება შეუქმნას და თქვენამდე არ მოვიდეს, იმიტომ რომ სიცივია მათ შორის, ხო? და ამოდის მეორე ქალი, ამ შემთხვევაში იმპერატრიცა, ხო? და ამოდის დადებითი კარტი, ესე იგი რას ნიშნავს ეს, ხო? და მოლაპარაკებაზე გამოსვლის კარტი, ანუ ეს არის იგივე მესიჯი, მიმოწერა და ამბით. ნუ ეს იმას ნიშნავს, რომ მალე გამოვა. ერთი პერიოდი ამოდის, ისევ ახალი დასაწყისი, შეიძლება აპრილის დასაწყისში. ნუ სავარაუდოდ, იმიტომ რომ მოვა და თუ რამემ შეუშალა ხელი, ნახეთ, გადაწყვეტილება, ეს მოქმედება არ იქნება აი ისეთი, რომ ეხა მე ვთქვათ რაღაცა გრანდიოზულ გადაწყვეტილებას გავაკეთებ, არა. უბრალოდ მოსვლა იქნება, ან კონტაქტზე გამოსვლა იქნება, იმიტომ რომ პატარა პაჟი ამოდის, გესმით?
პატარა რაღაცა ისეთი ის ამოდის რა, დაკონტაქტების ვარიანტი. ხო, სმაილიks რო გამოგიგზავნი, როგორ ხარ, ესეთი რაღაცა. მაგრამ ის რო შეფერხება არის და ქალი არის ჩარეული, ნუ ამაჩვენებს ხა რა ვქნა, აჩვენებს, მაგრამ ამოდიხართ თქვენ. მისი გულის ქალი, ანუ ქალი მგრძნობი არის, ქალი დედა, ქალი ლამაზი, ვენერა, პლანეტა, სილამაზის ესეთიური, ანუ ნამდვილი ქალის ენერგიით, ანუ მის გულში რო ზის, აი ეს ქალი ხართ თქვენ, გესმით? ანუ ამის თქმა მინდა. და რა თქმა უნდა, ამოდის ის რომ რაღაც ვალებს იხდის, შეიძლება კარმული ვალებიც არის, არ ვიცი, მაგრამ თუ ოჯახი ყავს, ნუ ხა უხდის, ხო? იქ ოჯახს. თუ არა და თქვენ და ამოდის ასევე საყვარლების კარტი, სადაც თქვენ მოგიაზრებთ, აქ უკვე როგორც საყვარელ ქალს, როგორც პარტნიორს და პლუს არჩევანის წინაშე მდგომი ადამიანი, ნახეთ? თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ აქ მაინც არ მომწონს ეს კარტი. ეს არის მსხვერპლ შეწირვის, სტაგნაციის კარტი. აი ხა, არ ვიცი. რა კარმული ვალი აქვს ამ ადამიანს, რა დააშავა ამისთანა, რომ ამ ქალმა ჩაუკეტა გზა თქვენამდე, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ნამდვილი სიყვარული ხართ თქვენ. აი ეს გასარკვევია ჩემო კარგებო. დანარჩენი ახლა, ხო? კარტი არის პროგნოზირება. კართ შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია, გვითხრას, მაგრამ ჩვენზეა ყველაფერი მაინც დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ მოგვენიჭა თავისუფალი ნება, გესმით? ეს მისი ფიქრებია, მისი ქვეცნობიერია, მისი გრძნობებია ნამდვილად. გამარჯვებულია ეს ადამიანი, თქვენ რო გხედავთ, ანუ როგორც მამაკაცი, ხო? აი, აყვავებულია. მაგრამ ნუ არის დაბრკოლებები, ხო? ხო და რაც არ კლავს, ისო გვაძლიერებსო და თუ ნამდვილი მამაკაცია და ჩანს აგერო ნამდვილი მამაკაცია, მაშინ ეს დაბრკოლებებიც უნდა გადალახოს. მისი გასაკეთებელია, ნუ მისი, ასე ვთქვათ, გამოცდა შეიძლება ეს, ხო? თქვენ დაელოდეთ. აი ეს იყო სულ მოკლედ, რისი თქმაც მინდოდა, მოკლედ.